Სამწუხაროდ უნდა გამოცხადო, რომ გარემო უფრო მეტად არის დამძიმებული, ანუ გაცაბული, იმიტომ რომ უფრო მეტად ხდება ანგარიშწორების აგრესიული ფორმები, მუხარას ეწოლა, ფიზიკური ანგარიშწორების რამოდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ამ ეტაპზე ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს, გვაძლევს იმის საშუალებას ვივარაუდოთ, რომ მთელი რიგი საკითხები და ბრალდებები არ არის სათანადოდ დასაფუძნებული, ხშირ შემთხვევაში ფაქტები ურთიერთგამომრიცხავია, არ ეხმობა რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს. Ამიტომ მიმართულებით კონტროლის პალატის საქმიანობას ვერ შევაფასებთ პოზიტიურად. ძირითადად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებში შევიდა ისეთი შემთხვევები, როდესაც სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით ადამიანებს შეუწყდათ ან შეუჩერდათ სოციალური დახმარებები ან მათ მიმართ განხორციელდა ესეთი ტიპის მუხარები, ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებში შევიდა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირები პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ ავალდებულებდნენ თანამშრომლებს შეეგებოდნენ ხელმოწერებიდან ჩართული სხვადასხვა წინასაარჩევნო საქმიანობაში. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ხელმისაწვდომია უბრალოდ მარტო პარტიას. სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები ძირითადად შეეხება პედაგოგების სამსახურიდან გათავისუფლებას, თუმცა არის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სამსახურებში დასაქმებული პირების სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები. სულ არის 10 შემთხვევა და საინტერესოა, რომ წინათაშიც 10 შემთხვევა იქნა დაფიქსირებული. ასევე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა და მუხარა, იგივე შეყვანილი გვაქვს ფაქტი, როდესაც თუნდაც დირექტორის დირექტორის მიმართ ხორციელდებოდა სავარაუდოდ მუნიციპალიტეტის გამგებლისგან ზეწოლა, რომ გაითავისუფლებინა პედაგოგი, რომელიც სავარაუდოდ ასოცირდებოდა პოლიტიკურ პარტიასთან, ასევე იგივე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გაკეთებული გარკვეული მუხარა ან რჩევა, პოლიტიკური რჩევა, რომ არ მიიღო მონაწილეობა ან არ ჩაერთო აქტიურობაში პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ.